ზაფხულის დადგომასთან ერთად ქართულ სოფლაზე ერთი კერძი თითქმის არასოდეს აკლია. ეს არის აჯაბსანდალი. კავკასიურ სამზარეულოს ეს კლასიკა ყველაზე სეზონურ ბოსტნეულს ერთ ქვებში აერთიანებს. მოგესალმებით დაპონილ სამყაროში. დღეს მოვამზადოთ აჯაბსანდალი. აჯაბსანდალი მზადდება მარტივი ინგრედიენტებისგან. ბადრიჯანი, პომიდორი, კარტოფილი, ტკბილი წიწაკა, ჩემ შემთხვევაში კი მწვანე ლობიოც. რადგან ჩემი ბებია გურიაში ყოველთვის ამზადებდა და ამბობდა, ბებია, აგია აჯაბსანდალი, ყველაფერი ერთმანეთში არეული. ინგრედიენტების უსჩამონათვალს ნახავთ დაბლა ინფობოქსში. ასევე კერძის მომზადების დროს გეტყვით, რომელი ბოსტნეული რა რაოდენობით მოგჭირდება. ეხლა მე დავიწყებ 1 კილოგრამი ბადრიჯანით. მე ბადრიჯანს გავთლი და დავჭრი კუბიკებად. აჯაბსანდლისთვის ყველა ბოსტნეული ერთნაირად არ იჭრება. თუ ძალიან პატარა ნაჭრები იქნება, ამ შემთხვევაში კერძში ჩაიშლება. მე გავთლი აქა-იქა. ზოგად დროს დავუტოვებ. გაჭრი შუაზე. ისევ შუაზე, იმიტომ რომ ჩემთან დიდი ბადრიჯანია საკმაოდ და დავჭრი დაახლოებით 4 სანტიმეტრის კუბიკებად. მე არ მიყვარს ზოგადად ჩაშლილი ბადრიჯანი. მარილი უნდა მოვაყაროთ აუცილებლად ზემოდან, რომ ის მწარე წვენი, რომელიც აქვს თვითონ, ზედმეტი სითხე გამოუშვას და ასევე შეწვის დროს ზედმეტი ზეთი ცხიმი არ შეიწოვოს. და უნდა გავაჭირო დაახლოებით 9 საათის განმავლობაში. შეჭამი გურულებები ამზადებდა ხოლმე ყოველთვის მწვანე ლობიოსთან ერთად. მე მაქვს აქ დაახლოებით 250 გრამი, რომელსაც მოვაცილებ ახლა მე ყუნწებს და შემდეგ დავტეხავ. ამას ახლა ზედმეტი ძაფი არ აქვს. არის ხოლმე ესეთი, რომელსაც ესე გადმოტეხავთ და ძაფი მოყვება. ის აუცილებლად უნდა მოაშოროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში არ არის სასიამოვნო შემდეგ კერძის როდესაც დააგემოვნეთ. ლობიო წინასწარ უნდა მოვწალოთ. ამიტომ მოვათავსებ ახლა მე ქვაბში და დავუმატოთ იმდენი წყალი, რომ ოდნავ დაიფაროს. ზედმეტი წყალი არ არის საჭირო. პრინციპში უნდა მოვწალოთ. რა არის აჯაბსანდალი პომიდორის გარეშე? გჭირდება დაახლოებით ამ პორციისთვის 1 კილოგრამი, 800 გრამი, 1 კილოგრამი პომიდორი. მე მაქვს მოგრძო ფორმის პომიდორი, რომელიც უფრო მეტად ხორციანია. ჯვარედნად ჩავჭრი, დავასხავად ღებულ წყალს და გავაჩერებ. აჯაბსანდალი რა არის კარტოფილის გარეშე? რა თქმა უნდა, კარტოფილის გარეშე შეიძლება, მაგრამ მაგალითად ძალიან მომწონს, ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით მეორე დღეს. გჭირდება დაახლოებით 4-5 მოზრდილი თავი. ამ პორციისთვის ესე 600-700 გრამი. ჩემთან არის ახალი კარტოფილი, ოდნავ შემოვაცლე მე აი ამ ზედმეტს, რაც აქვს აქ შავი ადგილები, შავი წერტილები და შემდეგ ისე მოვათავსებ კერძში. კარტოფილი ნუ შეიძლება საკუთრად გავცალე, ხა ახალი კარტოფილის ესე თლიანად გაცლა ცოტა რთულია. იმ შემთხვევაში სანამ კერძში მოათავსეთ, წყალში იყოს აუცილებლად, რომ თორემ გაშავდება. კარტოფილი უნდა დავჭრათ ბადრიჯანზე უფრო ნაკლებად. რადგან კარტოფილის მოხარშოს, როგორც უკვე იცით, ჭირდება დრო. და თუ კი ან ბადრიჯნის ზომაზე დაჭრით, ან კიდევ უფრო დიდ ზომაზე, ბადრიჯანი ჩაიშლება და კარტოფილი არ იქნება საკმარისად მოხარშული, ან როცა უკვე მოხარშული იქნება, თქვენი ბადრიჯანი იქნება შემდეგ ფაფასავით. 3 თავი ხავხვი დავჭრათ ალყ და ჩემთან არის მოზრდილი თავი საკმაოდ. შეგიძლიათ კუბიკებადაც დაჭრათ, მაგრამ ასე მგონია, რომ ის უფრო მეტად უხდება. ასევე მე დაგითხრათ, სანამ მე აქ ხავხს ვჭრი და თან ვტიროდი ცხარეცრემლი, ლობიო სადღაც 15 წუთში უკვე მზად არის. ან მოიხარშა ძალიან მალე. სანამ ბადრიჯნის შეწვას დავიწყებთ, მანამდე გავწუროთ. დაახლოებით 9 საათი დააყოვნა ჩემთან. სასურველია რომ მარილი მოყაროთ, იმიტომ რომ ჯერ ის მწარე გემოც გამოვა გარეთ და ასევე ზედმეტი ცხიმი არ დაგჭირდებათ. პომიდორს გავაცალოთ კანი. არ მიყვარს ეს პროცესი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბადრიჯანს ძალიან უხდება ცოცხალი პომიდორი. ძალიან. თან პომიდორი თუ არის არომატული. ჩავჭრი პომიდორს, კუბიკებად დავჭრი, ძალიან წვრილად არა. წვანილები მოვამზადოთ, მე აქ მაქვს ოხრახუში, ქინძი, ქონდარი და რაც ყველაზე მთავარია,
რეჰანი, წითელი რეჰანი, რომელიც ახლა მე არ მაქვს თვითონ ისეთ მდგომარეობაში მქონდა ერთი პატარა ფოთოლი, მაგრამ რატოღაც ვეღარ ხედავ. ცოცხალი თუ იქნება ძალიან კარგია. მე მაქვს მშრალი ჩამოტანილი, მშრალი რეჰანი და იმას დავუმატებ საქართველოდან არის ჩამოტანილი. ვიპოვე ერთი ცალი მქონია. აი ნახეთ. ერთი ცალი რეჰანის ფოთოლი. წვანილი რამდენი დაგჭირდება? გააჩნია რა თქმა უნდა შეკრა. ზოგან არის ამხელა შეკრა, ზოგან არის ესეთი პატარა შეკრა. ნუ თითო კონა საშუალოზე ცოტა პატარა ალბათ დაახლოებით ესე. მქონდარი იცით უკვე რა ესე. უბრალოდ უნდა გავპუტოთ. პარე მიორიც დავჭრათ აქვე. დამწერე ხოლმე ლალი რატომ აღარ ამზადებ დესერტებს. ადრე უფრო მეტ ტორტებს და ნამცხრობს აკეთებდი. ამის სეზონიც მოვა, მეგობრებო, აუცილებლად მოვა. გავიყვანოთ ეს ზაფხული და სექტემბრიდან დავიწყოთ ტკბილეულების მზადება. მოკლედ, ყველა ცალ-ცალკე ინგრედიენტი თითქმის მზად არის იმისათვის, რომ დავიწყო ახლა მე მომზადება. ბადრიჯანს და კარტოფილს შევწამეთ ცალ-ცალკე. ლობი უკვე მოხარშული გვაქვს. დანარჩენი ყველა ინგრედიენტი დაჭრილი გვაქვს. ეხლა ზეთში მოვთუშოთ ბადრიჯანი, ძალიან არ ჩაშალოთ. ბადრიჯანის შემდეგ კარტოფილი შევწვა და კარტოფილი უნდა იყოს კარგად გამშრალებული, რომ ზედმეტად შხეფებს გაყრის. მოკლედ ფრთხილად უნდა ვიყოთ. ბოლომდე არ ვწავთ. მოვბრაწავთ და შემდეგ გადმოვიკავთ. კარტოფილიც მზად არის. იცით რა არის ახალი კარტოფილის უპირატესობა, რომ მალე იხარშება, მალე იწება. მოკლედ, აი ამ შემთხვევაში არის იდეალური, იმიტომ რომ ბადრიჯანი არ ჩაიშლება. ეხლა უკვე იწყება საკმაოდ მარტივი პროცესი, უბრალოდ უნდა დავალაგოთ ერთმანეთს და ხარშოთ იქამდე სანამ არ იქნება მზად. ქვაბს არ გამოვცვლით, იმიტომ რომ მას აქვს არაჩვეულებრივი არომატები, როგორც კარტოფილის ისე ბადრიჯანის. პირველ რიგში ხალხი მოვთუშოთ და შემდეგ უკვე დავმოტოთ ბოსტნეული. აი ეს ნახეთ, არაჩვეულებრივ არომატებს ინახავს, აი თუნდაც აი ეს მომწვარი ადგილი. მოთუშულ ხალხს ემოდან დავუმატებ ახლა მე ბადრიჯანს და კარტოფილს. მოხარშული ლობიო გადავიტანოთ ზედ. კერძზე უნდა მოვასხათ ცოცხალი პომიდორი, რომელიც ჩვენ გავთვალეთ და გავჭერეთ და ასევე იმისათვის რომ ლამაზი ფერი კონდეს, დავუმატებ ტომატის პასტას, სადღაც ერთი სუფრის კოვს, მაგრამ არა მთლიანს. ზემოდან მწვანილებს მოვაყრე. აჯაბსთან და შესუნელები არანაირ სუნელი არ გავამეყენებ, იმიტომ რომ ეს ცოცხალი ბოსტნეულის გემო უნდა იქცნობოდეს და სუნელებმა არ უნდა გადაფაროს. რეჰანი. რაკი მე არ მაქვს. ცოცხალი რეჰანი მაქვს. მშრალი რეჰანი და მშრალ რეჰანს დავუმატებ. ამას არ ექნება ისეთი გემო როგორც ცოცხალს, მაგრამ სულ არა რა უნდა ჯობია რა თქმა უნდა. ასევე შაშკოვით დავუმატოთ კიდევ. და რაც არ უნდა გამოგჩეს მარილი. კერძი მარილის გარეშე რა არის მითხარით. მე წყალს არ უმატებ, არამედ პომიდრის წვენი აქ უკვე საკმარისია. ხარშოთ იქამდე სანამ კარტოფილი იქნება მზად. დიდხანს არ უნდა ვხარშოთ, რომ შემდეგ არ ჩაიხარშოს ჩვენი ბოსტნეული. როდესაც ბაზარი ფერებით ივსება ქვაბში, ყველაზე ლამაზი საზაფხულო ისტორია იწყება, რომელსაც ქვია აჯაბსანდალი. აჯაბსანდალი მზად არის, მეგობრებო, მე წყალი არ დამემატებია, დაჭირდა დაახლოებით 25 წუთი. უნდა შეხედოთ თუ დააკრა თქვენთან წყალი, დავუმატეთ თუ არა და ზედმეტი არ არის აუცილებელი. ახლა გადმოვიღოთ და ვნახოთ როგორი გემოსია.
გავსინჯოთ ჩვენი გემრიელი კერძი და ვნახოთ როგორია. გემრიელი კერძი ვნახოთ როგორი გემრიელია. როგორი ცოცხალი გემები არა, გემუებია ვერ წარმოიდგენთ. ცოცხალი ყველანაირი სუნელების გარეშე მწვანილები, ცოცხალი ბოსტნეული, თვითონ ყველა ბოსტნეული გადმოსცემს თავის არომატს. სასწაულია. და ლობიოთი რომ ჭამ მას მგონია გურიაში ვარ. იმიტომ რომ ბებია ჩემს სულას აკეთებდა ხოლმე. სულ ძალიან გემრიელი, ვისაც ბოსტნეული გიყვართ. ეს კერძი არის მისწრება. ეხლა არ გესწავლებათ ჩემგან. ყველამ ძალიან კარგად იცის როგორი არის აჯანყსანდალი, მაგრამ მე აჯანყსანდალი გამომზადებია, რომელსაც არ ქონდა ხოლმე ეს გემო და ეხლა ხვდები რატომაც, იმიტომ რომ ხანდახან სუნელებს ვუმატებდი, რომელიც საერთოდ ამ კერძში სუნელებს არაფერი არ ესაქმება საერთოდ. ეს უნდა იყოს ცოცხლად მომზადებული, ცოცხალი მწვანილები, ცოცხალი ბოსტნეული. და ეს არის ნამდვილი და რეჰანი. რეჰანი არის ყველაზე დიდი საიდუმლოება ამ კერძის. აი მეგობრებო, სულ ეს არის ჩვენ დღევანდელი ვიდეო რეცეპტი. ჩვენ გიშოხდებით ერთმანეთს მომავალ ვიდეოში მოგწონა და ლაიქი და კომენტარი ახლა რომ არ გამოდღოთ ახალი ვიდეო რეცეპტები დროებით. ჩემ კარს კი წავიღებ, იმიტომ რომ ხშირი ხალხი